მეთერთმეტე სეზონის გამარჯვებული, ანუ საქართველოს ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე. გახდა ანიტა აბგარიანი. გამოაცხადეს, ვიყავით აი სრულიად შოკში. ასე ვიყავი და გამარჯვებული არის ანიტა აბგარიანი და მე აი ვერ გამოვხატავ ემოციას, აი არ შემიძლია და მე ვიყავი ასე, თან ჩვენებს ვიყავებდი და თან ყველას ვეხუტებოდი. საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენს ანიტა აბგარიანი. 10 წლის ანიტა აბგარიანის ყველაზე დიდი ოცნება ახდა და ერთდროულად ორი დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა. ის პროექტ რანინას მერვე სეზონის გამარჯვებული გახდა და ასე მოიპოვა საგზური საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც წელს თბილისში გაიმართება. რანინას თავდაპირველად ვუყურებდი, პატარა ვიყავი და თითქმის ყველა სეზონი მქონდა ნაყურები. ძალიან მომწონდა ეს პროექტი და მე-7 სეზონში მიიღო ჩემო მეგობარმა ანდრია ფუტკარაძემ მონაწილეობა რანინაში და მანაც მომცა мотивация რომ მიმეღო მეც მონაწილეობა და გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები. ოცნების პროექტში აღმოჩნდა, მანამდე კი იყო მუსიკალური შესაძლებლობების აღმოჩენა და სურვილი, რომ თით სცენაზე საყვარელი პროექტის მონაწილე გამხდარიყო. რანინაში მონაწილეობის მიღება დედასთან ერთად გადაწყვიტა და ასე დაიწყო ახალი ზღაპრული თავგადასავალი მუსიკალურ სამყაროში. უკვე დამირეკეს, რომ მეორე ტურში გადავედი, აი არ ვიცი, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ჩემი მიზანი იყო, რომ მეორე ტურში და საერთოდ რანინაში მომხედრილიყავი და ძალიან გამიხარდა. ვიყავი რეპეტიციაზე და ვღეროდი სიმღერას, რაც მეორე ტურში შევასრულე. და ისმის კარებზე კაკუნი. შემოდის ანდრია ბუშტებით და მატყობინებს, რომ შენ ხარ მერვე სეზონის ათეულში და აი აქ დავიწყე მე ტეჟილი და ძალიან გამიხარდა. ანიტასგან მსმენელს არაერთი განსაკუთრებული შესრულება ახსოვს თავად სცენაზე გასვლის წინ ხელოს, მაგრამ მალევე ყველაფერი ავიწყდება და მხოლოდ სიმღერაზე ფიქრობს. ორი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ მართლაც დიდი შრომა ჩავდი ამაში და გულით ვაკეთებდი ყველაფერს. განსაკუთრებით მომეწონა პირველი და მესამე ტური. არ დასხოხობ, ზუსტად ჯობი, თუ ზუსტად იქნება ძლიერად. თეთქაროდა მათემატიკაშვილი და დიდი მადლობა მინდა გადავხადო მასაც, იმიტომ რომ გვერდში მედგა და ისიც მეხმარებოდა. მე სიამოვნა მე თვითონაც, რომ ჩემი შესრულება მოეწონა ყველაზე. როგორც კი მოვისმინე ეს ბავშვი პირველად ვთქვი, რომ ალბათ ეს გოგონა გაიმარჯვებს ხო და ჩემ ტურშიც რერო და პევზნერი იყო ჩემი ტური, მივეცი ყველაზე რთული სიმღერა. რაც ძალიან სარისკო იყო, იმიტომ რომ ეს იყო პევზნერის რომანსი, მხოლოდ და მხოლოდ ნანი ბრეგვაძემ მღეროდა ამ სიმღერას და ყველა რგოლში იყო რაღაცა ისეთი, რომ აი ბეწვის ხიდზე გავიარეთ, მაგრამ თვითონ ქალბატონი ნანის შეფასებითაც ეს იყო საუკეთესო შესრულება და მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემ ტურში. ფინალიც ფანტასტიკური იყო. ჩემთვის პროექტი რანინა ალბათ არის ყველა დროის ყველაზე წარმატებული და საყვარელი პროექტი. უკეთესი და უკეთესი ხდება, ეს თაობა არის, რომელიც მთლიანად რანინაზე გაიზარდა და ძალიან შეცვლილი მუსიკალური გემოვნებით უკეთესობისკენ და ძალიან მიხარია ეს.
უარი ბავშვი, მაგრამ არის დიდი ადამიანი, რომელსაც შეუძლია შემდგარი ვოკალური მონაცემების და ასე მარტო ვოკალური მონაცემების არის ჭკვიანი, ყველა სხვადასხვა კომპონენტში, ყველა კომპონენტში არის საოცარი და შესაბამისად ისე ღერის, ისე ემზადებოდა ტურიდან ტურამდე, აი ამ საფეხურებს ისე გადავიდა, რომ პრაქტიკულად შენიშვნის მიცემაც არ გჭირდება. მინდა რომ 10-ვე მონაწილეს მიულოცო, უთხრა რომ აი ძალიან მაგარი გოგოები და ბიჭები არიან და რომ არა ეგენი ეს პროექტი ის არ იქნებოდა რაც იყო და ანიტას რაც შეეხება ალბათ მთელი საქართველოს ფეხზე უნდა დავდგეთ, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ კიდევ ერთხელ საქართველოში დავდოთ ლელო. ფიქრობ სამივე მონაწილე მართლაც საოცარია. მათ წინ ფართო და წარმატებული გზა აქვთ. განსაკუთრებით ანიტა. ეს მისთვის პირველი ნაბიჯია იმ უამრავიდან, რაც წინ ელოდება. ფიქრობ მას ძალიან კარგად გამოუვა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ ის საქართველოს შესანიშნავად წარადგენს. 10 წლის ანიტას წინ ბევრი გეგმა და ოცნება აქვს, მაგრამ ახლა პროექტში გამარჯვების შემდეგ მთავარი საფიქრალი მხოლოდ ევროვიზიის სამზადისია. რანინაში მოხვედრამ თითქმის ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. დიდ მუსიკოსებთან და მომღერლებთან ერთად ვღეროდი და ვასრულებდი სიმღერებს. ძალიან მიხარია, რომ ბევრი მეგობარი გავიცანი და ბევრი მეგობარი მყავს. ამ გამარჯვებით ახლა მე მივდივარ ევროვიზიაზე და ეს დიდი საპასუხისმგებლო საქმე მაქვს და მე ჩემს მაქსიმუმს დავდებ, რომ კარგად წარვადგინო ევროვიზიაზე თავი. ჩვენი ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანიტა აბგარიანი. ანიტა აბგარიანი საბავშვო ევროვიზიის დიდი სცენის დაპყრობას გეგმავს. ახლა სწორედ ამ სცენიდან გაუგზავნის სიყვარულს გულშემატკივრებს, რომლებსაც გამარჯვებას პირდება.